აზრით, ახლა დაფიქრდით და მომწერეთ. რას ეძებს კაცი ქალში? რა მოწონს, რა სჭირდება პირველ რიგში? აი ყველაზე მთავარი რა არის? აბა მომწერეთ თქვენი მოსაზრებები. ვინც უკვე იცის, იმან აღარ დაწეროს. ვინც წინა ვებინარს დაესწრო. სიმშვიდე, კეითი გვწერს, ქალურობა და ბუნებრივობა. კიდევ რა მოსაზრებებია? სიმყუდროვე, კომფორტი, რომ ძალიან მაგარი კაცია. ბევრი ფაქტორია, კომფორტულად იქნოს თავი, ძირითადად სექსი. ესე იგი, რაც ჩამოთვალებთ, ყველაფერი მნიშვნელოვანია აბსოლუტურად, მაგრამ ახლა თუ სექსი არ არის ურთიერთობებში ცოლ-ქმრის სისულელია, მაგას არ განვიხილავ, ხო? ანუ ძირითადი რა არის, იცით? ძირითადი არის, როდეს მისი საკუთარი თავის მდგომარეობა. შენს გვერდით როგორ გრძნობს თავს. ხო, ერთია რომ სიმყუდროვე და სიმშვიდე კი, მაგრამ ყოველთვის სიმყუდროვე და სიმშვიდე არ არის საჭირო, ხანდახან უნდა აღელვო კიდეც. აქ სხვა რაღაცას ვამბობ, რომ შენს გვერდით ის თავის თავს გრძნობდეს, რომ აი მაგარი ტიპი ვარ რა. აი ადამიანი რომ მოვა და გახარებული თვალებით რო შეხვდები. გულითადი ინტერესი რო გაქვს. აი რას ლაპარაკობს, რას კითხულობს, რა აწუხებს, რა პროცესები მიმდინარეობს მის ცხოვრებაში, იმით რო დაინტერესდები. და აი აღფრთოვანება და აი ამ აღფრთოვანების გამოხატვა, რომ აი ის კაი ტიპია, მაგარი ტიპია, რომ აღფრთოვანებული ხარ მისით და აი ამას რომ გამოხატვა. მე პირადად ამას არ ვაკეთებდი. მე ბოლოს როდის გავიგე და რას ვაკეთებთ ხოლმე ამის ნაცვლად, იცი? ვეჯიბრებით, აი შენ ხო მაგარი ტიპი ხარ და განამე ვარ ნაკლები ტიპი და რაღაცას შენ თვითონ ის, ხო? რაღაცას რო გააკეთებს ის კარგს, სასარგებლოს, საამაყოს, იმას უარ შეიმჩნევ და ასე შემდეგ, ხო? ანუ, აი შენ წარმოიდგინე, კაი ქალს და კაცს თავი დავანებოთ. ერთი დაქალი წარმოიდგინე, რომელთანაც რომ მიდიხარ და ჯერ რო შეხვალ და ესე რომ შეხვდება გახარებული და ჩაგეხუტება და მაინე ჩემო ლამაზი, მაინე რა ლამაზი, არ ვიცი, კავა გაცვია და ეს ფეხსაცმელი როგორ გიხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აბა რა ხდება შენ ცხოვრებაში ახალი და მთელი ინტერესით რომ გისმენს, ხო? და აი აუ შენ რაყოს ჩაღიხარ, რა მაგარი ხარ, მე ეგრესაც შემიძლია. შენ არა შენ არა შენ უფრო მაგარი ხარ. და თავს როგორ იგრძნობ ესეთ დაქალთან და მერე წარმოიდგინე მეორე დაქალი, რომელთაც მიხვდი ის სულ დაკავებულია, სულ ცუდ ხასიათზეა, სულ თავის ტკივა, სულ კარებს კი გაგიღებს, ხო შენ მოგეტყვის, მაგრამ თან ან ტელეფონზე საუბრით არის დაკავებული, ან არ ვიცი, სადილს აკეთებს შესაძლებელია და ნუ შენ ისე რა 100%-დან 10% ყურადღებას ან მოგაქცევს და ან არა. და შენ რო ეტყვი რომ იცი რა, აი რა ვიცი, მე დღეს არ ვიცი ინსტიტუტში 10-იანი მივიღე და უფ, მე რამეც გუშინის 2-10-იანი მივიღე, გეტყვის, ხო? და აი რომელთან როგორი მდგომარეობა გექნება? ხო? და შესაბამისად ეს ქალზეა საუბარი და მამაკაცზე იმასაც მაგათ უფრო სჭირდება ეს. გამიგეთ? ხო ისმის ქალებო ჩემი ხმა, ჩათი რო გაჩერდება ხოლმე, მეთქი გაიყინა, აღარ ესმის, გაწყდა. ხო. და ჩვენ თავიდან ამ ყველაფერს ვაკეთებთ და მერე უკვე რომ ასე ვთქვათ, ეს ადამიანი ჩვენი ხდება, ეს გავიწდება. უკვე გადავაშვებით ხოლმე საყოფაცხოვრებო რაღაცეებში და აი ეს მთავარი გავიწდება. და ამას რო კარგავს ადამიანი, აი ყველაზე მეტად ესაკრია და ამას დაეძებს, გამიგეთ? იქ უსექსობასაც მოითმენს ცოტა ხანი თუ საჭიროა, უსაჭმობასაც თუ არ გააკეთე მოითმენს, ცოტა ხანი ჭუჭყიანი შარლითიულის ეგეც არა უშავს, მაგრამ აი ყველაზე მთავარი ეს სჭირდებათ, გამიგეთ?